მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი ყოველკვირეული სპორტული პოდკასტი დაბრუნდა, არტივისთან ერთად, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი სტუმარი არის სცენარისტი გიორგი ჯავახაძე. გამარჯობა, წარმატება თქვენ. გიორგი, მადლობა, რომ ჩვენთან ხარ დღეს. დრო რომ გამონახეთ ჩვენთვის და მინდა რომ ვისაუბროთ ეროვნულ ჩემპიონატზე, სულ მალე დაიწყება ჩვენი ჩემპიონატი. რა მოლოდინებით ხარ? გამარჯობა კიდევ ერთხელ და მადლობა მოწვევისთვის. ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, ბოლო 2-3 ცოტა მეტიც ისეთი მძიმე წლები იყო, ცოტა უკან წავედით. თითქოს რაღაცა პატარა პროგრესი რო გვეგონა დასაწყისში, როცა ეროვნული ლიგა შეიქმნა, რაღაც მოლოდინები გაჩნდა და მე სამწუხაროდ იქამდე მივედით, რომ კინაღამ მეოთხე გუნდი დავკარგეთ ევროტურნირებზე და 1-2 თამაშით მეტი რომ მოეგოთ ბელარუსულ კლუბებს წელს ევროტურნირებზე 3 გუნდით გვიწევდა გასვლა უკვე და საფრთხის ქვეშ ვართ, რომ 4 გუნდის ნაცვლად 3-ით გავიდეთ უკვე შემდეგ გაისათ არა და იმის შემდეგ წელს აისახება ხოლმე ეს UEFA-ს რეიტინგი და მინდა რომ იქნებ ცოტა ეხა ფსკერზე ცოტა ფეხი დავარტყათ და იქნებ ეგრე წამოვიდეთ ზემოთზე. რა უნდა მოგცეს მაგ გარდა ოპტიმიზმისა ეგ ყველაფერი. მეც მოყვები მაგ ყველაფერში რომ ძალიან მძიმედ ვარ, მეც ესე მგონია. ერთადერთი იმედი არის ტორპედო, რომელიც ბევრ ფულს ხარჯავს და თუ მოხერხდა ისე რომ შედეგებში აისახა ეს დახარჯული თანხა და მენეჯმენტმა მოახერხა შეცდომების გაანალიზება. ამ შემთხვევაში ერთი კარგი გუნდი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რაღაც გულები დავაგროვოთ ევროტურნირებზე და არ ჩავიდეთ თლად ან სან მარინოს დონემდე არ ჩავიდეთ, ძალიან ახლოს ვართ და წელს გაიმეტება ტორპედო, მაგ ამბავში ცოტა რთულად არის, ხო, წელს საქმეს ჩემპიონის გზა არა. ხო, ჩემპიონის გზა რადგან არ არის და კონფერენს ლიგიდან იწყებს 4 ეტაპის გავლა იქნება ურთულესი, მაგრამ თავარია დავინახოთ სწორი გზით მიდის თუ არა გუნდი და ხოც ქართულ ფეხბურთში როგორ ხდება, მოდის მეპატრონე, იწყებს ფულის ხარჯვას 3 წელი, 4 წელი და მე ბეზრდება ხოლმე, როცა შედეგი არ არის და მიდის და მე მეშინია რომ ტორპედოს შემთხვევაში იგივე არ მოხდეს, რომ აი ამდენი ფული დაიხარჯა, შედეგი არ დაიდო და კარგად იყავითო მე არ თქვას სპონსორმა და ნახოთ მწვრთნელითან ეხა ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მწვრთნელი გაარტყა ბრჭყალებში და ეხა შუსტერი ისეთი მწვრთნელია რომ არ დაეწუნება არაფერი ხო და იქნება აი შუსტერი გამოდგეს ის game changer-ი. კინიც ეხა პრემიერ ლიგაში ნამუშევარი კაცი იყო, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი ეგ ამბავი და გერმანული საფეხბურთო სკოლა გაცილებით ძლიერია ხა ვიდრე ბრიტანული და ხო კინი ჭალებში გააცოცხლეს ამბავი იყო რა, საკმაოდ დიდი ხნის წინ ხონდა ეს. ესეც გაცოცხლებულია. ეს ხო უფრო ახლოს არის ხო. ეგ ამბავია, თორე ხა ცართულია ხო, კარგი მწვრთნელი შემოიტყუო აქ. ხო, ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა მოლაპარაკებები შუსტერთან თვეზე მეტი. და არ იყო მარტივი დათანხმება და მე მაინც გონია რომ რაც არ უნდა ის იყოს დაღმავალი პერიოდი იყოს შუსტერის კარიერაში, ისეთი ასაკი არა აქვს, რომ ვერ დაიწყოს თავიდან და იმხელა გამოცდილება აქვს და წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ბუნდესლიგაში. ეგრე ვერ დაგავიწყდება ფეხბურთი, რომ ეროვნულ ლიგაში რაღაცა არ შემოიტანო და რაღაც ახალი არ ასწავლო ჩვენს მოთამაშეებს და მოკლედ იმედი არის ტორპედო, რომ აი ერთი ძლიერი გუნდი ჩვენ ხელა ქვეყნებში ხა 3 და 4 ძლიერი გუნდი არ გვხვდება ხოლმე, ხო, არსად ფაქტობრივად ყველგან არის ერთი თავკომბალა გუნდი და მე მის ხარჯზე გაკაჩული ჩემპიონატები, თქვათ როგორც ხორვატიაში ზაგრების დინამო, თქვათ ბატე როგორც იყო ბელარუსის ჩემპიონი და იქნებ ჩვენთანაც მოხდეს, რომ ერთი გუნდი რომელიც რეგულარულად ითამაშებს ძირითად ეტაპებზე, ადრე რო ჯგუფურს ვეძახდით და აი როგორც ყარაბაღი იყო, თქვათ, ხო, ჩაიბა მთელი ჩემპიონატი, შერიფი მოლდოვაში, მან ხო ვერ ვიტყვით, რომ ეხლა 3 და 4 მაგარი გუნდი ყავდათ ხოლმე, ხო, ერთი იყო, რომლის ხარჯზეც ასე ვთქვათ, ჩემპიონატი აღწევდა, აგროვებდა იმდენ ქულებს, რომ რაღაცა ევროტურნირებზე 30-ეულში, 20-ეულში ყოფილიყო და ჩვენ ვერ მოვახერხეთ აი ერთი გუნდის შექმნა რა, რომლის ხარჯზეც ასე ვთქვათ, ჩემპიონატის პრესტიჟი იქნება და
ტორპედოს აქვს ეგ შანსი ფინანსებიდან გამომდინარე. სხვებს კარგი აკადემიები აქვს იბერიას, თბილისის დინამოს, მაგრამ არ აქვს ბიუჯეტი მაღალი, რომელიც ესეთი ძლიერი გუნდის გაკეთების საშუალებას მოგცემს. მაგრამ ნახოთ ახლა იბერიამ ერთი ეტაპი მაინც თუ გადალახა ჩემპიონთა ლიგაზე, მე უკვე ერთი თამაში აქვს მოსაგები, ხო, ეგრე გამოდის. ერთი გაიარე და всё ეგ არის. ხო, თან ისეთი თამაში ელოდება ღმერთმა ქნას და იბერიამ ერთი ეტაპი გაიარა, მე გამოდის რომ თავისნაირს ეთამაშება ჩემპიონ გუნდს, რომელიც პირველივე ეტაპზე გამოვარდნილია და ვერ შეხვდება ეგ და ასე შემდეგ. სადაც ახლა ბოსნიის გუნდი არის გასული მერვეთ ფინალში კონფერენს ლიგის, ხო? იქ ახლა ცოტა 2 წლის წინ არ გამოვაგდეთ ბოსნიის გუნდი ტორპედომ, ანუ არ არის ახლა საქართველოსა და ბოსნიას შორის ესეთი დიდი სხვაობა ჩემპიონატის დონეებს შორის და სადაც ისა რა ქვია ვიკინგური ისლანდიის და ბოსნიური გუნდი მერვეთ ფინალს თამაშობს. მე მგონი რომ არა მარტო ძირითად ეტაპზე გასვლის ამბიცია უნდა გქონდეს, იქაც რაღაცა უნდა გააკეთო, იმიტომ რომ კონფერენს ლიგა ძალიან დასუსტდა რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემადგენლობით ვიკინგურზე კარგი შემადგენლობა ყავს ტორპედოსაც და იბერია 1999-წელს. რაღაცა რა გვაკლია ხო? რაღაცა სწორად ვერ ვაკეთებს. რაღაცას ვერ ვაკეთებს. ნუ ვიცით რასაც ვერ ვაკეთებს სწორად. პირველ რიგში სტრუქტურა რა, გუნდი არ არის მარტო მწვრთნელი და 11 მოთამაშე და პლუს რამდენიმე სათდარიგო ფეხბურთელი, ხო? გუნდი არის ორგანიზაცია. ჩვეულებრივი კორპორაცია, ასე რომ ვთქვათ, ხო? ბევრ რაღაცას უნდა ერთიანებდეს, რომ წარმატებული გუნდი გააკეთოთ, დაწყებული სკაუტინგიდან, დამთავრებული სამედიცინო მიმართულებით და მარკეტინგით და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა განავითარო. არ არის ეგრე, რომ 11 კარგ მოთამაშეს მოიყვან და ძლიერი საფეხბურთო კლუბი გახდები რა. ხო და მან დუაკლებთ რაღაცეებს ალბათ მე გუნდში არ მიმუშავია 3 დღეზე მეტი და ამიტომ ესე კარგად ვერ გეტყვი. აი სკაუტინგის ამბავი სხვათა შორის ახსენე და გურის დილას რო აქ ეგ გამართული რაგაც რო ბიუჯეტიც მიცემ გონია რომ ბევრად კაი ამბებს იზამენ რა, იმიტომ რომ ლეგიონერი რაც ჩამოუყვანიათ ბოლო წლებში თითქმის ყველამ გაამართლა რა ჩვენ რეალობაში. კარგი პროცენტი აქვს ხო, ალბათ 50% აქვს. წარმატებული ტრანსფერი. თან მიდიან მე ესენი ხა ნორმალურ ქვეყნებში და ჩემპიონატებში რა გეილი რო ყავდათ მაგალითად. ნუ დილას არც აქვს ეგ ამბიცია რა, ანუ კონკრეტულ საფეხბურთო სააგენტოზე მიმული კლუბია და არის ერთგვარი ტრამპლინი არის სააგენტოს კლიენტებსა და შუამავალი გუნდი რა, თამაში წახვალ უკეთეს ჩემპიონატში. რა ფუნქციაც აქვს, იმას იდეალურად ასრულებს. მე უბრალოდ მიკვირს აი ებრაელი ინვესტორების რატო არ უნდათ რომ ცოტათი გაზარდონ ბიუჯეტი და ჯგუფიც ითამაშონ, იმიტომ რომ ჩვენ ჯგუფი დავარქვათ ახალ ფორმატს. ჯერ ვერ გადავეჩვი და ჯგუფურ ეტაპს ვეძახი. მოდი იყოს ისევ ჯგუფური. იმიტომ რომ აი რა თანხებათაც გაყიდეს ლიდერები გეილი იქნებოდა თუ კამარა თუ სხვა, ხო? გუნდმა რომ უკეთესად ანუ ჯგუფურამდე რომ ითამაშოს, მინიმუმ გაუორმაგდებათ, ხო, ამ მოთამაშეებს ფასი რა და ეხა თუ 800,000-ად და 700,000-ად უშვებენ ლიდერებს, მერე გაუშვებენ 2 მილიონად და 3 მილიონად და თან ძალიან ცოტაა დარჩენილი იქამდე რა, ანუ დილას რაც აკლია ჯგუფურამდე, იმიტომ რომ ისეთი სლოვაკური გუნდი გააგდო, უკრაინული გუნდი გააგდო, ანუ ხო, შეთამაშება ასე თუ ისე იგრძნობა რომ გუნდია, ესე დავარქვა. ანუ სლოვაკურ გუნდს რო გააგდებ, წამყვან გუნდს და უკრაინულ საშუალო გუნდს გააგდებ, ეგ უკვე ნიშნავს, რომ ჯგუფურის დონის გუნდი ხარ. უბრალოდ რეიტინგი არ აქვს პირადი ისეთი, რომ ცოტა გვიან დაიწყო. ხო, ცოტა გვიან დაიწყო და ცოტა რომ უფრო სერიოზულად რო შეხედონ დილას პროექტს მე პატრონებმა, მათთვის ვიაჯობებს უფრო მეტ ფულს გააკეთებენ, მაგრამ როგორც ჩანს ეს სტაბილურად ცოტა შემოსავალი, ალბათ დილა ერთადერთი მომგებიანი კლუბია ალბათ. დიდი ალბათობით შეიძლება იბერიას ჰქონდეს შანსი და დილას სხვა ესეთი ფინანსურად ხო, არა, მეტი იბერიაც აკადემიის ხარჯზე რეალურად, რომ კარგი ფეთაობა მოდის, რომელსაც ყიდიან. აი მერეა უკვე მძიმე სიტუაცია რა, ეს სამეული გამოვყავით ასე თუ ისე, ვინც უნდა ითამაშოს ევროტურნირებზე. მერე მოდის იქ ბათუმის დინამო და ბათუმში რა ხდებოდა ეს ყველას კარგად გვახსოვს, რაღაცა მექა იყო ქართული ფეხბურთის, ხო, გულშემატკივარი დღესასწაული ყოველთვის და შარშანდელი სეზონი იყო სრული კატასტროფა გუნდისთვის.
ხო, როგორც ვიცი, ფინანსურად ვეღარ არიან ისე ყოჩაღად როგორც წინა წლებში და ეგ აისახა გუნდის ამბიციებზე, მაგრამ შესაძლოა აი ცოტა შემცირებული ბიუჯეტითაც მაინც წელს მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ, იმიტომ რომ ჭიაბრიშვილი სახით ყავთ ისეთი მწვრთნელი, რომ უამბიციო გუნდი ვერ იქნება. და თავისი ძველი გვარდიით მივიდა, ხო? ხო, მაგრამ ნუ ხო თავარია თქვა შეიძლება ხელფასის დაგვიანება აიტანო 1 თვე, 2 თვე, 3 თვე რაღაცა გაუგო გუნდს შეხვიდა მის მდგომარეობაში, მაგრამ ეს თუ სისტემური იქნება, მაგრამ ვეღარ ჭიავრიშვილი უშველის და არც გულშემატკივარი, ხო? ამიტომ სპონსორების მიმართულებით უნდა იმუშაოს გუნდმა და იმედია გაძლიერდებიან ფინანსურად და მე წარმატებას უსურვებ ბათუმის დინამოს, იმიტომ რომ ეგეთი ფანობა, ეგეთი სტადიონი, ისეთი პატარა ქვეყანა ვართ, რომ ეგეთი გუნდები, დასაკარგი გუნდები არ აქვს, ხო? ეგეთი გამართული გუნდები, ბაზაც, სტადიონი, კარგი მინდორი, კარგი ტრადიცია, კარგი სამწუხაროდ როგორი ელემენტარულ რაღაცებზე გვიწევს საუბარი, რომ რა მაგარია, მაგრამ ჩვენი რეალობა ეგ არის რა, სტადიონი აქვს და ბაზა აქვს და მაგარია. ბათუმის დინამო ძალიან სჭირდება ეროვნულ ლიგას, ძლიერი ბათუმის დინამო და ნახოთ. მე ცოტა არ ვიცი ჩემი რას ეფუძნება ოპტიმიზმი, მაგრამ მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ის ადგილი რაც გვიჭირავს ახლა ევროპულ ფეხბურთში საკლუბო დონეზე არ არის ჩვენი შესაფერისი. მგონია რომ 20 ათეულში, 25 ათეულში საქართველოს ჩემპიონატი თავისუფლად უნდა იყოს და არ უნდა იყოს იქ სადღაც გიბრალტართან და რაღაც ანდორასთან ერთად. ხო, ეს გიბრალტარიც ის ქვეყანა არ დაგავიწყდეს შარშან, ხო, ლინკოლნი შარშან ყავდათ ჯგუფურ ეტაპზე. ხშირად თამაშობდნენ, აღარ უკვირთ მაგათაზე. უკვე ხო, ევროპული საგამოები, მან ისეთი ჩვეულებრივი ამბავია. იცი რა მაინტერესებს, აი ამ კითხვას ხშირად ვცვალ ხოლმე. რამოდენიმე წლის წინ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ყავდა ხო გუნდები დინამო თბილისი, იგივე გორის დილა, რომელსაც აი მაშინ ერთი ნაბიჯი აკლდებოდათ მართლა. გვახსოვს აიქთან მარცხი, გვახსოვს რაპიდი, მარიტიმო, ასე შემდეგ რა, კარგი თამაშები, ცუდი თამაშები. აი იმის მერე რა შეიცვალა ეგეთი, რომ აი ერთ ეტაპსაც ვეღარ გავდივართ რა. ეხლა თან მაშინ არ გქონდა ხო იმ კლასიკის და რაღაცების კომპლექსი რა, ჰაიდუკთან მივდიოდით, ვიბრძოდით, აიკთან რა თამაში გქონდა, კარგ ბერძნულ კლუბთან და ესე თამაშები იყო რა და ეხლა რა გვჭირს აი. სად ფიქრობ, რომ აი იქედანაც უკან გადავდგით ნაბიჯი? მე ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი რო შემოვიდა, ეს გამოიწვევდა ქართული კლუბების ბიუჯეტების რადიკალურ ზრდას, რომ მაგალითად ინვესტორი, რომელიც ხარჯავდა 2 მილიონ ლარს წლიურად გუნდში, პროგრამის შემდეგ ის პროგრამის ფული დაემატებოდა ამ 2 მილიონს და 3 მილიონიანი ბიუჯეტი ექნებოდა და პრაქტიკაში მივიღეთ ის, რომ ამ სახელმწიფო ფულმა ჩაანაცვლა ინვესტორი. ხო, ანუ 2 მილიონის ნაცვლად უკვე მე 1 მილიონს ხარჯავდა ინვესტორი და ის შეავსო იმ ფონდის ფულით რა და ხო ალბათ პირველ რიგში ეგ რეფორმა იქნება გასაკეთებელი ალბათ. ფიქრობ, რომ ფონდი უნდა გაუქმდეს? ძალიან მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ ლობისტი ვიყავი ერთ-ერთი ფონდის, მაგრამ ალბათ რაღაც მომენტში მოგვიწევს. მოსჩა ხო ფონდის. ფაქტია, ან რამე ისეთი გენიალური იდეა უნდა შემოგთავაზოს ვინმემ, რომ იცი ესე კი აღარ დავხარჯოთ, ესე დავხარჯოთ და დაგვარწმუნოს, რომ ეს სწორი გზა, დაგვარწმუნოს რა, ეხლა ამ ქვეყანაში აღარავის გვეკითხება, არაფერს ისე იღებენ გადაწყვეტილებას და არც ამას ვკითხავს ვინმე, მაგრამ ნუ დაუშვათ, ვართ რა ქვია, კარგი დემოკრატიული პროცესის ნაწილია და ვჯელობს და დებატია და რაღაც. ხო, ძალიან რთული იქნება დასაბუთება იმის, რომ უნდა გაგრძელდეს ეს განვითარების პროგრამა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი აი ყურძნის სუბსიდირება მივიღეთ რა, როგორც რაღაცა ეს არასტანდარტულ ვაშლს და ყურძენს ვასუბსიდირებთ ბიუჯეტიდან და რაღაცა მახინჯი ფორმა მივეცით ამ ყველაფერს, ისე და გახდა ფეხბურთიც რა, რომ რაღაცა საარსებო მინიმუმს ვუგდებთ ბიუჯეტიდან, რომ აჰა შენ 600,000 თუ რამდენიც დარჩა, ხო 900-დან დავიწყეთ და ნელა აკლდებოდა ხო სეზონში. ხო და ნუ რავი, ძალიან მე ვიყავი ერთ-ერთი ლობისტი ამ ფონდის რა, ვიძახდი რომ ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ რომ თავიდან მე მგონი ყველა ყოფილები ვიყავით იმ იდეით, რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუბერნატორების ჩემპიონატი იმდენად მეზიზღებოდა,
რომ მე გონა რომ ეს ერთ ადგილას თანხის თავმოყრა და თანაბრად განაწილება და სასტარტო პოზიციები რო ყველას თანაბარი ექნებოდა. ანუ ადრე როგორ იყო რომ ერთი რეგიონის გუბერნატორს უყვარდა ფეხბურთი და ბერფულს აძლევდა გუნდს, მეორე გუბერნატორს არ უყვარდა და ცოტას აძლევდა, ამიტომ ის ხდებოდა ჩემპიონი, ეს ვერ ხდებოდა, მე ერთი გუბერნატორი გადადგებოდა და შეწყდებოდა დაფინანსება, მეორე მოვიდოდა, შუა სეზონში გუნდი დაგეშლებოდა და ამ თვალსაზრისით მაინც პროგრესი იყო, რომ აი ეგეთი რაღაცა ნახევარწლიანი გუნდები აღარ ყავს, რომ აი სეზონი დაიწყო საჩემპიონო ამბიციით და შუაში მე გაკოტრდა და გავარდა საერთოდ, ეგეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ მაინც ხო მოხდა რამდენიმე ეგეთი ამბავი. ხო, რაღაცა 1-2 ხურა თითქმის ეგ ამბავი იყო, ჩიხურაც თითქმის ეგ ამბავი იყო. მაგრამ ამ გარანტირებულმა თანხამ რაღაცნაირად მოადუნა გუნდები, მენეჯმენტი, მანამდეც არ წყვეტდნენ ვარსკვლავებს და ეხა მით უმეტეს რაღაცა გარანტირებულ ხელფასზე დასხდნენ ადამიანები და დღევანდელი დღით ცხოვრობენ, რომ აი ეს არ მეშინია დაშლის, ვიცი რომ გაისათაც მექნება დაფინანსება იმის შემდეგადაც და აი ჩემთვის წყნარად მე 6-ე მე 7-ე ადგილზე გავდივარ და ვარ რა ეგ მოიტანა, მან რა ქვია ესე უამბიციობა მოიტანა გარანტირებულმა ფონდის ფულმა. ფონდის ფულმა. თან აი მე ხლა უშაობ კლუბშიც და შედარებით ქვედა ლიგებთან მაგ შეხება და აი იქ საერთოდ კატასტროფაა ამ ხრივ. მე-4 ლიგაში, მე-5 ლიგაში 70% გუნდებისას არანაირი ინტერესი არ აქვს, არც გადასვლის, არც რამეზე, უბრალოდ იციან, რომ დაფინანსებაში უნდა შევიდე. და ეხლა 12 გუნდიან ჩემპიონატში პირობითად 10-ულში შესვლის ამბიცია რო გაქვს და ჩემპიონატს იწყებ ამით, რომ 2 გუნდს ვაჯობო, ხო აი კატასტროფაა ხო სრულიად ყველაფერი. თქვენ გადახვედით მე-4-ში, ხო? და მე-4-ში რამდენია დაფინანსება? 70. ხო, ანუ ისეთი თანხა არ არის, რომ მოდუნდეს ადამიანი, მაგრამ არა ხო. მაინც ახერხებენ როგორ ჩანს ხო, არა, ანუ ეს თანხა არის დაახლოებით, აი მარტივად რომ ახსნათ, სტადიონის იჯარას დამატებული გუნდის გზავრობა გასვლით თამაშებზე. ან გეყოფა ან არა? ხო, აქ ვამბობთ, რომ გუნდი თუ ცხოვრობ და მანქანებით თამაშის დღეს არ მიდიხარ და წინა დღეს მაინც თუ მიდიხარ და იკვებები და ასე შემდეგ, აი ეგ არის მხოლოდ და მხოლოდ რა. ცოტა შეიძლება დაგჭეს. ხო, არ ვიცი, შეიძლება მტკივნეული გამოდგეს ფონდის გაჩერება, მაგრამ უამბიციო გუნდებს გააქრობს. მაგრამ შეიძლება ანუ ერთხელ ეს მტკივნეული რეფორმა გავაკეთოთ, რაღაცა ეს მოვიკვეთოთ რაღაცა ხორცმეტი და მე უკეთესობისკენ წავიდეთ და მართლა ეხლა ტორპედოს შემთხვევაში თქვათ, ხო, აი იქნება ფონდი თუ არ იქნება ეგ ბიუჯეტის ალბათ, რა ვიცი, 5% შეიძლება იყოს, მაქსიმუმ 10 ფონდის დაფინანსება. რაღაც გუნდებს ძალიან გაუჭირდებათ, ხო, მესმის, მაგრამ ესე გაგრძელება რო აღარ შეიძლება და ნუ რა არის? ამაზე ქვემოთ რა არის? სან-მარინო, ანუ საერთოდ ბოლო ადგილზე ჩასვლა რეიტინგში, ხო, მაშინ შეგვიძლია დაველოდოთ ბოლო ადგილზე ჩასვლას და მე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მგონი უკვე იქ იმ დონემდე რომ მიხვალ, რომ 4 გუნდით გახვიდე ევროტურნირებზე თუ 3-ით, აი ეს საფრთხე რომ დაგიდგება, მანდ მე მგონი უკვე განგაშის ზარი უნდა შემოკრა და მინიმუმ დებატი დაიწყო რა. მე მგონია რომ მან დავართ უკვე აი არ ვიცი ხა ყველა გუნდს სული და გულით წარმატებას უსვებს, მაგრამ წლევანდელი ევროტურნირების დიდი იმედი მე არა მაქვს. მით უმეტეს ჩემი დიდი პატივისცემა აქვე აზუგა კიღურაძეს და სპაიერს. არც სპაიერი არ მგონია ის გუნდი იყოს, რომელიც ვარსკვლავის მოწყვეს და შორს გავა. სპაიერი რო გავიდა ევროტურნირებზე, სპაიერის პრობლემაა. ხო, ეგ აი მეორეს პრობლემაა, სადაც მივალ. ხო, ის ცალკე მაქვს შემონახული იქეთ. მეორე ლიგის გუნდი გავიდა ევროტურნირებზე, შექების მეც არაფერს იმსახურებენ, მაგრამ ვინც დაუშვა, რომ მეორე ლიგის გუნდი პირველ შემთხვევაში არ არის. ადრეც გასულა საქართველოს ლიგა 2-დან ევროტურნირებზე, ნუ გაგრა ახერხებდა. უიგანი იყო, ხო ეგეთი კიდე თუ სწორად მახსოვს. თასი მოიგო და იმ წელიწადს გავარდა. კი. და კიდე მე მგონი წელს თუ შარშან იყო, კიდე ერთ-ერთი მეორე ლიგის გუნდი იყო, ფინეთის თუ არ ვცდები რაღაცა ეგეთი მახსოვს. ხო, ხდება ხოლმე, ხო, ნუ არაფერი დინამო გავიდოდა თუ სპაიერი, მაგით ბევრი აფერი იცვლებოდა. აი ეგ არის ხო მაგ პრობლემა რა, აი დინამო იქნებოდა თუ მეორე ლიგელი სპაიერი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერთ შედეგი იქნებოდა. და მგონია რომ სპაიერმა უფრო შეიძლება იქ ჟინით და ამით ითამაშოს რა. მეც ეს გეტყვით სპაიერის გასვლა ჯობდა იმ
კუთხით რომ დინამო რო თავისი 16-17 წლის ბიჭებით გავა ევროტურნირებზე და წააგებს იმ ხელა სტრესი არის ბავშვებისთვის ხო რომ ჯობია რომ ცოტა ხანი მოერიდონ ეგეთ მას რა ქვია გულის ტკენებს იმიტომ რომ მაინც ახლა კაცების რაც არ უნდა ნიჭიერი მაგარი აკადემია ყავდეს გუნდის ბირთვი 16-17 წლის მოთამაშეებით ვერ იქნება დაკომპლექტებული ვერსად აი სულ რო ტოპ აკადემია აიაქსის აკადემია და ბარსელონას აკადემია რო გააერთიანო მაინც 16-17 წლის ფეხბურთელები ძირითადი ბირთვის დაკომპლექტება არ შეიძლება ფსიქოლოგიურად როგორ გინდა აი ცოტა გაწირვა არის რა ბავშვების ანგრევ ხო ამიტომ დაღვინდნენ და საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ 1-2 წელი. აცდის ვინმე ეგრევე შემოთავაზება იქნება და ეგრევე სამწუხარო რეალობა იქ დინამო თბილისის. თორე დინამო თბილისის ბევრჯერ ყავდა ამ ახალგაზრდებით, ოღონდ არა 16-17 წლის ბიჭებით, ცოტა უფრო დიდებით ისეთი გუნდი, რომ ერთი წელი მაინც რო ერთად ეთამაშათ, მე მგონი ძალიან შორს აღარ იქნებოდა ევროტურნირები, მაგრამ ვინ გვაცადა ეგ ამბავი. აი კანკავა დაბრუნდა და ეგ აი ამბავია. ხო და აი მე მგონი ერთადერთი ნათელი წერტილი ბოლო დროს დინამოში რაც მომხდარა ეგ არის. ხო აი აკადემიის ბავშვებისთვის ძალიან ის არის რა ქვია მაგარი ამბავია კანკავა რო კარიერას იწყებდა მახსოვს ეგ პერიოდი გეგუჩაძემ რომ მეორე გუნდიდან გადმოიყვანა კანკავა მაგ დროს დაბრუნდა ნემსაძე თბილისის დინამოში და ნემსაძის გვერდით კანკავა ნემსაძე ძალიან მაგარი დუეტი იყო და ძალიან ბევრი რამე ისწავლა ნემსაძისგან და ეგეთი ავტორიტეტის გვერდით თამაში წაადგა ძალიან კანკავას და ეხა ეგوالي დასაბრუნებელი აქვს სხვა ახალგაზრდებისთვის რომ რაც ნემსაძე იყო მის გვერდით კარიერის დასაწყისში იმედი მაქვს რომ ეხა თვითონ იქნება იგივე ბავშვებისთვის რა და ოღონდ ის დინამო კარგი გუნდი იყო. აღმოჩნდა რომ კარგი გუნდი იყო, თორე იმ ზაფხულს ვერავინ წარმოიდგენდა რომ დინამო წარმატებას მიაღწევდა, იმიტომ რომ დაიშალა ფაქტობრივად დინამო DST-ს თასის მომგები დინამოს ბირთვი წავიდა და ახლები მოვიდნენ და ეგრევე ჯგუფი დაიდო, ხო? მაშინაც ძალიან პესიმისტურად იყო გულშემატკივარი განწყობილი, იმიტომ რომ არ იყო მოლოდინი, რომ ეგეთი კაი გუნდი დადგება და ეგრევე გაიყიდა სუყდა. ხო, ეგ მახსოვს ხუმრობას ავით იყო, რომ აეროპორტიდანო გაგიდეს, რა ხევარი გუნდიო მაშინ. ვისლას რო მოვუგეთ ეგეთი სათაურით დაიწერა სტატია თავარ სპორტში ან ლელოში ზუსტად აღარ მახსოვს რა ესეთი დიდი სტატია იყო რომ მიმართვა ხელმძღვანელობას შეინარჩუნეთ ეს გუნდი ეგრე იყო სათაური და მეორე დღესვე 6 მოთამაშე გაიყიდა ქართული ამბავია რა მაგას ოღონდ ნახე აი მან პრობლემა რა არის დინამო მიგვიყვანა და თავისი თავით იმ დონეზე მიიყვანა რომ არავინ არაფერს აღარ ხოვთ რა ეს ხანდახან თუ გავძახებთ ხო მე ცოცხალი ხარ რაღაც აი გაცივდა ურთიერთობა გულშემატკივარსა და კლუბ შორის ძალიან გაცივდა თუ გაქრა საერთოდ ხო მე ვიცნობ ხა დინამოს რამდენიმე ძალიან მაგარ ფანს და ჯერ კიდე არიან ისეთი ადამიანები ვისაც გული შეtkივათ მაგრამ ის რაოდენობა რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას რა აიძულებდა რამე აი როგორც ევროპაში კარგ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ ფანები გამოდიან უკმაყოფილებას აფიქსირებენ და შემდეგ ხელმძღვანელობა ვალდებულია რომ ანგარიში გაუწიოს და ეგ ხა მაგას ფეხბურთში კი არა ნეტა ნეტა სარმეხებოდა და სხვაგან მიგვაღწევია მაგისტრის რომ ვინმეს უსმენდეს და რამეს ითვალისწინებდეს მაგრამ ხო აი ბათუმის დინამოს შემთხვევაში გვახსოვს ხო აი იყო რაღაცა მწვრთნელის გაშვების მოთხოვნა რაღაცა ბოიკოტი ტრიბუნების შეხვედრებიც მახსოვს შეხვედრების ტორპედოს შემთხვევაშიც არის ხოლმე რაღაც პერიოდულობით ფანებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით რომ სადმე არსებობს ეგ ურთიერთობის ფორმა რომ აი ფანები რაღაცას სერიოზულ ზემოქმედებას ახდენდნენ კლუბის მენეჯმენტზე ეგეთი რაღაცა საქართველოს ჩემპიონატში არ მახსოვს. ალბათ მაინც ქუთაისია მეტნაკლებად ერთადერთი ქალაქი რომელსაც ასე თუ ისე შეუძლია მწვრთნელი გაუშვას გუნდიდან. ხო, მაგრამ თქვათ ხა მაშინ რა ქვია 2000-იანებში
ქუთაისში მოსახლეობა ბევრად მეტი იყო. 99 წელთან შედარებით დღეს განახევრებულია ქალაქის მოსახლეობა და სტადიონზე დასწრებაზეც აისახა, ფანების რაოდენობაზეც აისახა. ადრე მე არ მახსოვს ტორპედო დინამო ყოფილიყოს და სტადიონი სავსე არ ყოფილიყოს ჩემ ბავშვობაში და ეხა უკვე ევრო ტურნირებზეც 100% ვეღარ ივსება ტორპედო სტადიონი. ქალაქი ისეთი აღარ არის, იმდენი აღარ არის. ქალაქს უდგას ძიმედროება, რომ ტოვებს და ტოვებს ხალხი და ფეხბურთსაც აისახება ეგ ამბავი ცუდად რა თქმა უნდა. ხო, მაშინდელის კაი აიხსენე დინამო ტორპედოები და ტორპედო დინამოები მაგარი რაღაცა იყო მაშინ ახლა. მეც ხვდა ბედნიერება იმ ბავშვობის რო ასე თუ ისე ნორმალური დინამო იყო და ტრიბუნაზე მაქვს ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი დინამო სტადიონზე გადარებული და ეს გასვლებიც მახსოვს და გულთბილი დახვედრებიც ქუთაისში და არც ეგ აღარ არის, ანუ იქეთ ცალკე გულშემატკივრის ფანური დაპირისპირებები კარგი გაგებით, ეგეც აღარ ხდება რა. ხო, მინელდა ყველაფერი. იქნება აი ეს სანაკრებო წარმატებამ ცოტა გამოაცოცხლოს ზოგადად. იქნებ საკლუბო დონეზეც გადაესხას წყალი. ნახოთ, პირდაპირი კორელაცია არ არის სანაკრებო წარმატებასა და საკლუბო წარმატებას შორის, როგორც წესი, სანაკრებო წარმატებით ბევრი არაფერი იცვლება ხოლმე საკლუბო ფეხბურთში, მაგრამ მაინც რაღაცა ქართველები ცოტა ემოციების ხალხი ვართ და იქნება ამ ტალღას მოვაჯდეთ და იქნებ იმან მაინც ბჭყალებში მოიტყუოს ხალხი, რომ აი ეს ბიჭები თუნდაც რამდენიმე წლის წინ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდნენ და იქნება ახალი ტყუილიც არ არის ეგ ამბავი, ხო იზრდები არიან ნიჭიერი ბიჭები საქართველოს ჩემპიონატში და თუ გიყვარს ფეხბურთი, აქაც გაერთობი. ხო, არა, იყო კაი თამაშები, რა ცოტა მეტი ხალხი და ცოტა უფრო საფეხბურთო ატმოსფერო და გარემო რო ყოფილიყო, შაშანახ ბევრი კაი თამაში იყო რა. კი და თან იბერიის ჩემპიონობა იყო ერთგვარი, რა ქვია, ფეხბურთს უხდება ეგეთი რაღაცა, რომ მცირე ბიუჯეტიანი გუნდი საკუთარი აკადემიის აღზრდილებით ჯობნის ფინანსურად ბევრად გამართულ გუნდს, ხა ტორპედოს იბერიაზე ალბათ ერთი 5-ჯერ მეტი ბიუჯეტი ქონდა მინიმუმ თუ მეტი არა, ხა ზუსტი რიცხვები მე არ ვიცი, მაგრამ კოლოსალური სხვაობა იყო ბიუჯეტებს შორის და ფეხბურთი მაგიტომაც გვიყვარს, ხა მე როგორც ქუთაისელს არ გამხარებია ეგ ამბავი, რომ ტორპედო ვერ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ზოგადად ფეხბურთისთვის ეგ ლამაზი ისტორიაა რა, რომ აკადემიის ახალგაზრდებით გუნდმა თავისზე ბევრად დიდარი გუნდი, რაღაც პატარა ლესტერის გააკეთა რა. რომ მარტო ფული. ეგეთი რაღაცების დანახვა თუ შეგიძლია და თუ ეგრე უყურებ ფეხბურთ ფილოსოფიურად, ხო, საქართველოს ჩემპიონატშიც იპოვი თავშესაქცევს რა. გააჩნია რა გიყვარს ფეხბურთში, ხე მარტო თუ გიყვარს მაგარი თამაშები და სუპერსტარები და რაღაც ბარსა რეალის ქვემოთ შენს გემოვნებას ვეღარაფერი აკმაყოფილებს, მაგ შემთხვევაში ხო არ არის რეკომენდებული საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ თუ ფეხბურთი სხვანაირად გესმის შენებურად და ყველას ჩვენებურად გესმის, აქაც ხდება საინტერესო რაღაცები და რავი მე გავუწევდი რეკომენდაციას, მაინც ჩვენია რა მნიშვნელობა, კაია, ცუდია რა, ჩვენია და ჩვენია და რა გონია რომ რაღაცა ინტრიგა არის რა წელსაც ისეთი პატარ-პატარა საინტერესო ინტრიგები გარეჯი გადმოვიდა მაგალითად. ხო, არა მანდ ერთი პრობლემა ეს არის სამწუხარო რომ გარეჯი საკუთარ სტადიონზე ვერ ითამაშებს და სავარაუდოდ თბილისში მოუწევს. ხო, ეგ მუღამი რა, რომ აი პატარა გუნდი რო გადმოდის უმაღლეს დივიზიონში, მთავარი მუღამი რა არის, რომ საკუთარ სტადიონზე გახდეს ციხესიმაგრე რა, აი როგორც ტოპი რო ამოვიდა პრემიერ ლიგაში და რაღაცა ის ციხესიმაგრე ააშენა საკუთარ სტადიონზე და იქ არ ახარებდა არავის და რაღაცა ის იყო სტოკში ჩასვლა, რომ რაღაცას ის იყო ტრაგედია. ეგეთი გარეჯიც ეგეთი გუნდი უნდა იყოს, რომელიც სახლში გაამწარებს ყველას რა და ზოგადად აი პატარა ქალაქების და რეგიონის გუნდები სახლის მუღამი უნდა იყოს, ხო? აი ლუთონი რო იყო პრემიერ ლიგაში რაღაცნაირი თავისი პატარა ყოხდა. ხო, ზალაში რო თამაშობდა თავის ისე სტადიონზე რო უნდა შესულიყავი ვიღაცის ზალაში გასულიყავი და სტადიონზე ხო ეგ არის ხო ფეხბურთი ჩემთვის ეგ არის რა და ამიტომ გარეჯის ამოსვლაც იმიტოა კაი რომ ეგეთი რაღაც მოხდეს რომ იქვე რაღაცა კახური ამბავი რაღაცა მოხდეს ხო და იქ თელავი რომ რაგბის სტადიონზე თამაშობს რაღაცა ტიტულ სტადიონზე აქედანაც რო არა აქ ტრიბუნები იქედან აქეთ რო აქ ერთი ტრიბუნა და სამხარეს რო არა აქ და სუქარი რო არის და აქეთ
ხო, რაღაცა აი ეგ უკარგავს, თორე ხა კარგი კოხტა სტადიონი თელავში რო იყოს და იქ გარეჩი პატარა კოხტა სტადიონი და იქ რო ჩასვლა რო ყველა გუნდისთვის პრობლემა და ჯოჯოხეთს რო უწყობდნენ ფანები და რაღაცა, აი ეგ არის ფეხბურთი რა, ხა თორე ჩვენ რო ლა ლიგის და პრემიერ ლიგის დონის ჩემპიონატი ვერ გვექნება ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, აი ამას ხვდებით ხა გიჟები არავინ ვართ ხო, მაგრამ აი ეს პატარა მუღამები შევქმნათ უკვე რაღაცას დავემსგავსებოდით, მაგრამ აი სანტრედიაში იყო ხო ეგ ამბავი რა? სანტრედია იყო გასვლა ყველა გუნდისთვის იქ რა. სანტრედია იყო ეგეთი, ზუგდიდის ბაია იყო ეგეთი, რომ ზუგდიდში ჩასვლა ეგ 7-6 კაცი სულ სტადიონზე მაგარი ფანობა, ამერი ხა გრანდად ჩამოყალიბდა მე საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ თავიდან იყო რომ პატარა გდანის პატარა სტადიონი სუსავსე და იქ მისვლა, იქ თამაში არავის უნდოდა ხო, ისეთი მაგარი ამბავი იყო. აი ეგ მუღამიც დაკარგული გვაქვს. ყველაფერი უბნის ამბავი, ხო აი საბურთალო სანამ საბურთალო სახელით ვიცნობდით და სანამ საბურთალო იყო, ბოლო პერიოდში პეტრიაშვილზე თამაშობდნენ დიღომში. როცა თავიდან ძალიან მაგარ მომწონდეს ბენდელა სტადიონი, აი ეგეც ლუთონისებური ამბავი იყო რა, პატარა ისეთი. ეგ ვერ ხო უბნის მიხედვით გუნდების დაყოფა არ გამოგვივიდა. მარტო ამერმა შეძლო რომ გლდანი, ანუ თბილისის გუნდი კი არ იყო, გლდანის გუნდი. ანუ გულშემატკივრები ეგრე ამბობდნენ რა. ჩვენ ვართ გლდანის ამერი, ანუ კი არ გონდა თბილისის ამერი ვართ კი არა, ანუ გლდანის ამერი ვართ, ეგრე ანუ გლდანმა მოახერხა თავისი იდენტობის შექმნა. შენ გახსოვს შარშანდელ სეზონში, გასულ სეზონში ვარკეთილი სათამაშოდა? სათამაშო. ნახევარი სეზონი კასპში გაატარა. კასპში გაატარა. დიდუბენაც. ხო. არ და ვარკეთილს ჰქონდა ხო თავის კი დაიწყეს იქა ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი რასკარგად. ხო და დიდუბე და ვარკეთილი რო თბილისის ყველა უბანში არ გამოვა ეგეთი გუნდის არ გამოვა, მაგრამ თბილისის უბანი რო ქვია და სხვა ქალაქში რო თამაშობს საერთოდ, აი პრობლემა, არა დიდი პრობლემაა ეგ. ხო, რა ვიცი, აბა რა გითხრა. მინიმუმ გლდანში რო შესაძლებელია კარგი უბნის გუნდის გაკეთება, ხა თან გლდანი რა ქუთაისე ორჯერ დიდია მოსახლეობით და იპოვი ხალხს ვისაც სტადიონში დასწრების პრობლემაც არ გექნება და ნუ შეიძლება ხა საბურთალოზე და ვაკეში არ გამოვიდეს, მაგრამ რატო აქ მარკეტინგი გააჩნია, როგორ მარკეტინგს გააკეთებ ხო, მაგრამ ყველგან შეიძლება რა თქმა უნდა. მაგრამ ნულიდან დაწყება ხო რა თქმა უნდა რთულია. ყველაფერი შეიძლება მოკლედ კი გეთანხმები რომ ყველაფერი მონდომების ამბავია, მონდომების და ვიღაცას უნდა მოგეხმაროს რა ზემოდან რა. ეხ ცოტა ხნის წინ მქონდა მარტვილის მერანის ხელმძღვანელობასთან ჩემი მეგობრები არიან, ფანტასტიკური ხალხი საუბარია, მე თქვენს გადმოსვლას უმაღლეში ცოტა ხანი არ არის აზრი არა. აი მარტვილი სახლის გუნდი, გახსოვს სახლში რა ჯოჯოხეთს უწყობდნენ ხო? აი ზუსტად მაგიტო ვიცი, მარტვილის საკითხი ხელოვნური მოედანი არ აქვს ამბავი რომ აი ხვალ გამოცვალოთ ეგ ამბავი და უნდა წავიდნენ პირობითად ან სანტრედიაში ითამაშონ თუ ამოვლენ ან ლანჩხუთში ან ქუთაისში ახლა და აი რა აზრი აქვს ხო აი კი შეიძლება არ არის მარტვილიდან შორს და რაღაც 30 კაცი გამოყვეს მაგრამ იქ მოვა 150 კაცი არა მარტვილში ბევრად მეტი დადიოდა აი თუ გახსოვს ჟუანიას მარტვილის მერანი რო იყო, აი ელგუჯა გრიგალაშვილი და კარგი გუნდი რო იყო. ხო, მაგარი გუნდი რო იყო, მაშინ იუსებოდა რაც რისი გავსება შეიძლება. ხო, თან მე მაგარი სახში ყველას უგებდნენ რა. ჯოჯოხეთს სტოკი იყო რა, მაშინდელი საქართველოში. ანუ მარტვილის ამოსვლა კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა. როგორ თუ თავის სტადიონზე ითამაშებენ, ეგ ამბავია. რა რეგიონებში ჩაქრა იდეაში ეგეთი კერები რა. იმიტომ რომ გუნდები სამწუხაროდ მიდიან ქვემოთ და ქვემოთ. ლანჩხუთში, გურიაში რო ფეხბურთი აღარ არის. ლანჩხუთის გურია მეოთხე ლიგაშია. ბახმა რო გუნდს ვერ კრავს და სამეგრელოს რო გუნდი არ ყავს კიდე. სამეგრელოს ხო რეგიონულ ლიგაში თამაშობდა შარშან სენაკის ეგრისი და ოდიში ხო? და კიდე ოდიში ხო და ეგრისმა ვერ მოახერხა მაგალითად გადმოსვლა ზედა ლიგაში და ხო ზუგდიდის სტადიონის ამბავი რომ ეგეთი უბედურებით არ დასრულებულიყო ალბათ იმ სტადიონს მიებმებოდა შემდეგ კარგი გუნდიც და რაღაცა გამოვიდოდა ხო და ეხა ეგ ხო მაგ სტადიონის შენებლობა რო დაიწყო ძალიან მალე ზარზეინით ჩავედი და გადავიღეთ რა მაგარი რაღაც ჩემდება და ჩვენ გვჯერა და გვიხარია რომ კაია სადღაც ნახევარი წლის მერე ჩავაკითხეთ კიდე რომ აბა რა ხდება ნუ სტანდარტულად მიდის
შემდეგ ჩასვლაზე უკვე დამხნენ ძროხები. აღონდო ესო მალე მოწესრიგდება, აი ხა ერთ კვირაში ვაქო ტაბლო დაიგიდე რაღაცა. მე კიდე ერთხელ ჩავედი და მე აღარ მიპასუხა ტელეფონიც არავინ რომ მოვიკითხე და ეგ ძალიან ისეთი გულდასაწყოთი ამბავია, იმიტომ რომ ეხა ჯერი სადაც იშვიათად ხდება რომ ბიუჯეტიდან სტადიონისთვის ფული გამოიყოფა ხოლმე, ხო? და კიდე 30 მილიონი გადაიყარა წყალში და კიდე 30 მილიონს ეხა როდის გამოვნახავთ სტადიონისთვის რა, თან მაგის დანგრევასაც რამდენიმე მილიონი დაჭირდება. მაგ ისეთი მყარი ბეტონით ყოფილა ნაშენები ყველაფერი თან დასაკუთრებით ის მინდურის გარშემო სარეკლამო ბანერები რაზეც უნდა განთავსდეს, რომ ისე როგორ მოიფიქრეს ეგ ამბავი. ხო და აი მაგ სტადიონმა ეხა ისე გამოვიდა, რომ ზუგდიდში ძლიერი საფეხბურთო კლუბის შექმნა დაამუხრუჭა ეგრე გამოდის, ხო? ძლიერის თუ საერთოდ კლუბის შექმნა და რომელ ინვესტორს მოუნდება ეხა ისეთ ქალაქში გუნდის აყვანა, სადაც იცი რომ სტადიონის პერსპექტივა კიდე დიდი ხანი აღარ იქნება რა. ხო, ნახოთ. რაღაცა, მაგრამ იმდენი ტალანტია სამეგრელოს მიმართულებით, რომ მე რო დაინტერესებული ადამიანი ვიყო, დაინტერესებული კი ვარ ფული რომ მქონდეს და კლუბის აყვანა მინდოდეს, პირველ რიგში სამეგრელოში შევეცდებოდი გუნდის გაკეთებას რა. ხო და მე სამეგრელოში ალბათ ადრე თუ გვიან მოვა მაგის დროს, ხო? უმაღლესში ხო ჭირდება გუნდი რა. ზუგდიდში ერთი კარგი გუნდი უნდა იყოს აუცილებლად, რომ რაღაცა მან დასწრების პრობლემა არასოდეს ყოფილა და არც იქნება, რაღაც მინიმუმ 5000 კაცი ყველა თამაშზე ივლის და რაღაცა ის ცოტა ჩემპიონატს გამოაცოცხლებდა, იმიტომ რომ აი ბათუმმა რა ეფექტიც მოგცა თავიდან, ხო გახსოვს, რომ აი ყველა რო ბათუმზე ლაპარაკობდა და რაღაცა სიცოცხლე რო შემოიტანა ჩემპიონატში, ეგეთივეს შემოიტანდა კარგი გუნდი. ბევრი რამე არის საჭირო მაგ ყველაფერს. აი წელს რას ელოდები? ცოტა პროგნოზებიც მითხარ. მე მგონი რომ მაინც წელს უკვე ტორპედო გახდება ჩემპიონი. აღარ გაუშვებს, ხო, მეც ეგრე მგონია. იმიტომ რომ მაინც დიდი ფინანსების ხარჯზე მაინც წალეკავს კონკურენტებს, იმიტომ რომ ერთი წელი, თქვათ, ერთხელ ორჯერ შეიძლება რაცა აჯობო შენზე ბევრად ფინანსურად ძლიერ გუნდს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს სიტის და PSG-ის ეფექტი მაინც თავისაშვება რა, ფული რა და ხა იონსენი რო ყავს და კოხრეიძე რო ყავს და ბაღდუშაური და პირესი და თან კაი იყო რა, მაგარი ფაქტი იყო ჩემთვის ძალიან, რომ იონსენი დაიტოვეს და მოახერხეს რა. რამდენი წელია ქართული კლუბიდან ვინმე წასვლა უნდადეს ლეგიონერს და შემოაბრუნოდა და დატოვა, მე არ მახსენდება ეგეთი. თან ესეთი ფეხბურთელი, ხო? აი ხო, ამდენი გოლი გაეტანოს და არ წასულიყოს ეგრევე, ხო, იშვიათი შემთხვევა არის და მე მგონი რომ კიდე იქნება ტრანსფერები ალბათ, მინიმუმ ერთი ტრანსფერი მე მგონი რომ კიდე იქნება. იცი რამე? არა, მე აი ხა ამ წუთას ინფორმაცია არ მაქვს არაფერი, მაგრამ მგონია რომ შუსტერი რომ რაღაცა შეკრებაზე იყო და აკვირდა მოთამაშეებს რაღაცა, არა მგონია რომ ყველა რგოლით კმაყოფილი იყო. ხო, თან მარტამდეა. 2 თვეა 26 მარტს იხურება თუ სწორად მახსოვს. მე მგონი რომ საყრდენს ერთ კარგ საყრდენს ველოდები ყოველ შემთხვევაში, იმიტომ გასულ სეზონში საყრდენის ზონა იყო, რამაც გადაწყვიტა ტორპედოს ვერ გაჩემპიონება. მე თუ მკითხავ, შეიძლება ვცდები რა. საერთოდ ჩემი აზრით საფეხბურთო კლუბის წარმატების დიდი პროცენტი მოდის საყრდენ ზონაზე და გუნდის დაკომპლექტებას უნდა იწყებდე ცენტრალური ნახევარდაცვით. მე თუ მკითხავ, შეიძლება ვცდები. ბევრს უთქვამს, რომ ძველთაობის წვრთნელებთან რომ ისაუბრია, რომ მეკარე ცენტრალური მცველი საყრდენი თავდამსხმელი. ეს უნდა დაიწყო გუნდის კარგი ფეხბურთელიო. ეს უნდა დაიწყო, მაგრამ ჩემი აზრით 2 ცენტრალური ნახევარმცველს უნდა დაიწყო გუნდის მშენებლობა და მან არ უნდა დაინანო ფინანსები რა. სიტყვაზე აი თავდამსხმელს თუ უხდი 30000 თვეში მე მაგალითად საყრდენში დავხარჯავდი მაგ ფულს და ხო გემოვნების ამბავიც არის და მაგ მოსაზრებასაც ჩემი აზრით აქ არსებობის მყარი და შეიძლება ეს ჩვენი ტკივილი იმ ტკივილის ბრალია რომ საქართველოს ნაკრები აი ბოლო 30 წელი სულ მაგ ზონაში იყო პრობლემა და ეს გტკივა ძალიან და ისე ახლა ქოჩორა მაგარით და ქოჩორას გამოჩენით ასე ვთქვათ დავინახეთ რამდენს ნიშნავს კარგი ფეხბურთელი რომელიც
მოედნის ორივე ნახევარზე თამაშობს კარგად რა. ანუ მარტო ართმევა კი არ არის, შეტევაშიც არის, დაცვაშიც არის და ეგ პოზიცია ხო ეგ არის რომ ყველაფერი შენ ხარ რა, ყველაფერი უნდა იყო რა. დამლაგებელი. ხო, ყველაფერი, აბსოლუტურად მარჯვენა მცველიც, მარცხენა მცველიც, თავდამსხველიც, ყველაფერი უნდა იყოს საქმეს როგორც დაჭირდება ისე რა. ვინ ყველა შენი გადასაზღვევია და ყველაფერი შენი გასაკეთებელია თანამედროვე ფეხბურთში რა და თან ჩვენ თაობას განსაკუთრებით დაგვანახა ხავი ინიესტა ბუსკეტსიც ბარსელონამ გვაჩვენა რომ ეგ ზონა რამდენს ნიშნავს თურმე რას აკეთებს და ვინც ბარსას ფანები არ ვიყავით გაგვიმწარეს სიცოცხლე მაქსამეულმა ანუ გვაჩვენა რომ აი დომინაცია საიდან იწყება და ესპანურმა ფეხბურთმა ეგ გვაჩვენა რა და ამიტომ მე მაგალითად ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ტორპედოს წვრთნელ სახელმძღვანელობას ურჩევდი რომ ერთი ამდენ ფულს რადგან ხარჯავენ ერთი კაი თანხა ცენტრალურ ნახევარდაცვაშიც გაისროლონ რა ერთი იონსენის დონის მოთამაშე მანდაც იყოს და თან ახ ჩემი დაკვირვებით საქართველოს ჩემპიონატში ცენტრს თუ იგებ ყველაფერს იგებ რა ეგეთ ჩემპიონატი გვაქვს რა რატომღაც რომ ცოტას მოძრაობთ ბევრს არ დარბივართ და ცენტრს თუ იგებ შენია ყველაფერი რა. ხო, ანუ ვინც დარბის, იმდენად კარგად დარბის, რომ ხანდახან ჩემპიონი ხდება იბერია მოს მაგალითად. ხო. პრინციპში შეიძლება ყველა ჩემპიონატში ეგრეა რა, ვინცაც საუკეთესო ცენტრი ყავს ის იგებს, მაგრამ ხო, ჩვენთან განსაკუთრებით ახ საქართველოს ჩემპიონატს რო ჩართავ პირველი რაც თვალში ხვდება ეგ არის, რომ ძალიან ცოტას დარბივართ რა და ამიტომ შეიძლება სტადიონებიც არ გვიშვებს. შეიძლება სტადიონები შეიძლება მეტოქე რომ ანუ მეტოქემაც ხო უნდა შეგიწყოს ხელი ანუ შენ ის თუ დაბალ ტემპში გეთამაშება შენ სტადიონზე ხო ანუ ბურთი საჯობაც მნიშვნელოვანია ყველაფერზე არ უნდა გისტუანდეს თამაშის გაგრძელების საშუალებას უნდა გაძლევდეს ფანები როცა სტადიონის ავსია მოდუნდები და სტვენა იწყება ეგრევე და გარბენინებს ასე რომ თქვა და აკროსიჩუმია შენც დალასლასები და ეს ყველაფერი ერთად მე ქმნის იმას რასაც უყურებთ ამდენი წელია და რა ვიცი ცოტა პესიმისტური პოდკასტი გამოგვივიდა და რა არა რეალურია რა ანუ ჩვენ მაინც მივდივართ იქეთკენ რომ არ ვსაუბროთ ვაიმე რა კარგად არის ყველაფერი და აი ყველაფერი კარგად იქნება რატო იქნება კარგად ეგ არის მაგთავარი რატო იქნება ოქრი რო დაგვიბრუნდა ეროვნულ ჩემპიონატში მეორედ კი მეორედ ეგრე გამოვიდა ეგ ამბავი მე მგონია მაინც რომ თუ მოინდომა რაღაცა კარგ დასამახსოვრებელ მომენტებს გვაჩუქებს. ოღონდ თუ მოინდომებს და თავის ხასიათი რამაც ბევრ ამაში შეუშალა ხელი არ ჩაერთვება. იმიტომ რომ არც ეხლა ძალიან დიდიც არ არის, ხო ეხლა წონის პრობლემა არ აქვს, არც ასაკის პრობლემა აქვს და შეუძლია ცოტა ხანი კიდევ გვაჩუქოს რაღაცა კარგი მომენტები. ხო თვითონაც ხო უყვარს ეხლა ის საქმე, რასაც ამდენი წელი ემსახურა და ერთი ის არის რომ თვითონ საქართველოს ჩემპიონატში ცოტა ძნელია თავი იგრძნო ფეხბურთელად და რაღაცა აი დაკამბექება მოგინდეს რა კარიერის რა ანუ რაღაცნაირი დეპრესიული გარემოა რა და აი ეს ყურადღებაც ნაკლები გაშუქებაც რა ვიცი ალბათ ხუთი კაცი ქართულ ეროვნულ ჩემპიონატზე რო გინდოდა სტუმრის პოვნა სამი სახელდაგვარი გაიხსენე ძლივს ხო ალბათ რა როგორც მეუნებოდი და ჩაწერის დაწყება შენ უფრო მეც გაიხსენე ხო ანუ ძალიან ის არის რა გაშუქება ხო ანუ ის არის ყველას ფეხბურთს სჭირდება ყურადღება იგრძნოს რომ რაღაცა შოუ ბიზნესივით არის სპორტი რა ანუ თუ უნდა იგრძნო აი მსახიობები რო ამბობენ რომ ტაშია ყველაფერიო რა როცა სავსეა თეატრი და ხალხია და რაღაცა სულ სხვანაირად თამაშობთო და თუ რაღაცა ისეთი გარემო რომ ჩვენც მე ტაშისთვის ვაკეთებთო მოკლედ ყველაფერს რა უთქვამთ ხშირად მსახიობებს და მოთამაშეებიც ეგრე არიან რა იქ თუ არ არის გულშემატკივრობა, გაშუქება, პოდკასტები, კამათი, რაღაცა მე მოგამიც ეკარგებათ იმათ. მაგარი პროფესიონალი უნდა იყოს, რომ ეგეთ იმაში გარემოში მაინც მოახერხო. ან мотиваციას გაძლევს რა, რომ ბევრი ვარჯიშო და აქედან გავაღწიო იქ სადაც ყველაფერია.
გაიგე და როცა აქ ბრუნდები მე რა ვქნათ ხო ეგ ამბავი ეგ мотиваციის პოვნა რთულია რა ეხლა თან წარმოიდგინე ხო ოქრის დონის მოთამაშე რო ხარ და ამ ხელა ფეხბურთი რო გითამაშია ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი რო ხარ და მოედანზე გადიხარ და 100 კაცის ის ტრიბუნაზე რა ანუ ხო ხდები ცოტა იმედგაცრუებაც არის რა მე მაგალითად მეწყინებოდა რა ჭალებში რო ოქრის დონის კარიერის მისთვის უნდა მიდიოდეს ერთი რაღაც რაოდენობა ადამიანების რომ ოქრის გამო უნდა წავიდეს სტადიონზე. ეგ ხო ზოგადად ჩვენ დაირ ქვეყნებში რომ ვიღაცა ტიპი ჩამოყავთ რაც იწვევს იმას რომ 10 კაცით მეტი პირობითად მივა სტადიონზე. ხო ოქრის ისეთი გოლები აქვს ნაკრებში გატანილი და ისეთი თამაშები აქვს ჩატარებული და რავი ოქრიზე მეტი ლამაზი გოლი ნაკრებში შეიძლება რავი კვარას კონდეს მარტო და შოთის ერთ-ერთ ფეხბურთელს რა ყველა გოლი ულამაზესი აქვს ნაკრებში გადანელი და თან all time ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდერია და ეგეთი კაცის სანახავად ეხა უნდა წახვიდეს სტადიონზე რა მე თუმეტ ეს რიგში რო არ გიწევს ბილეთისთვის თქმა და ხო და იქ ეხა კანკავა რო დარბის და ოქრიაშვილი რო დარბის და გიონსენი რო თამაშობს რაღაც არის აქ ისეთი მოთამაშეები არიან რომ მათ გამო უნდა მიდიოდეს უფრო მეტი ადამიანი სტადიონზე. რამდენიმე კარგი ბავშვსაც ნახავ ხვალზე რო ეროვნულ ნაკრებში იქნებიან უკვე და რავი რაღაცა გამოდის რა მაგ ცოტა ჩვენც რახე ოპტიმისტებისგან წავედით ნელდება რა ეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ნუ ორი გზაა რა, ანუ ჯერ მოდის ბევრი კარგი ინვესტორი, მაგარ გუნდებს აკეთებს და მერე ივსება სტადიონები, მაგრამ არის მეორე გზა უფრო მაგარი, როდესაც ჩემპიონატი დაბალი დონის არის, მაგრამ მაყურებლები მაინც დადიან თამაშზე და უკვე მაყურებ რო ხედავს ბიზნესი, რომ აი ამდენი ხალხი დადის თამაშებზე, მერე მოდის ბიზნესი უკვე რა. ეს გზა ბევრად უფრო მაგარია, რაც გაიარა ინგლისმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა. აი თქვათ Manchester City შემთხვევაში ახლა ბოლო წლებში ესე იყო რომ ჯერ გრანდი გაკეთდა და მე გაიზარდა მის მიმართ ინტერესი, ხო? მაგრამ ფეხბურთის განვითარების ისტორიას თუ გადავხედავთ, არის რომ ჯერ იყო სიყვარული, ფანები და მე მოდიან უკვე ბიზნესმენები რომ დაინახეს რომ ვა აქ რაღაცა ხდება ამდენი ხალხი სტადიონი სავსეა რაღაც ყურადღება ეცმობა აი ჩვენ რო ავდგეთ ეხლა და ამ ბანდ თამაშებზე გავასოთ სტადიონები რა ეხლა ქართველი ერი ავდგეთ და გადავწყვიტოთ რომ აი ხო ბანძობა არის რა საწყენად არ ვამბობ ამ სიტყვას რა ესე როგორც წერენ ხოლმე კომენტარებში რომ ფუ ამას რა მაყურებინებს რა ეხლა რო ავდგეთ 20,000 ადამიანი და დინამოზე ვიაროთ ყველა ტურზე რა. იცით რა მოხდება, რომ ზუსტად რა 60 თვეში მოვა კოკა-კოლა, მოვა რაღაცა ბანკი, მოვა ისა, ეგრევე ბევრი ფული ჩაიდება და მერე უკვე გაჩნდება მოთხოვნა უკვე სხვა დონის მენეჯმენტზე და ანუ ხალხი განავითარებს ფეხბურთს, როგორც მოხდა ყველა ქვეყანაში რა. ხო და რავი მეოთხე ლიგის იმაზე რა ქვია ინგლისის მეოთხე ლიგის თამაშებზე რატო დადის ბევრი ხალხი ანუ სასწაული დონე არის იქა რა სიყვარული აზარტი შენი იკლავ ამ ყველაფერს აი ხა რაღაცა რო იყოს მე ოღონდის გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ რომ შედარებით კარგ გამიჩის ჩემი 3 წლის შვილისთვის ხელი მომიგიძა და დინამოს თამაშზე წავსულა აი რაღაცა ეგეთი კულტურაც ხო საჭიროა ოჯახური ამბავი რაც არის რა თუნდაც ბრიტანეთში და ბევრ ქვეყნებში რა რომ შაბათ კვირის 2 საათი შეგიძლია ოჯახთან ერთად გაატარო პარკში და მერე თქვა გადახვიდე იქეთ ან პირიქით ხო კი მოვა დრო ალბათ და ეგრეც მოხდება რა იმიტომ რომ იმდენად კარგი ეხლა 2 წლის წინ ვიყავი გერმანიაში მეგობარს ვესტუმრე და დაემთხვა რაღაცა თამაში ფრანკფურტის აინტრახტი არა და კიდე რო ყავთ მეორე გუნდი SV რაღაცა ხო მე სამელიგა ხო მეოთხე მაშინ მეოთხე იყო ეხლა სად არიან არ ვიცი თასზე ხდებოდა მას რა ქვია როსტოკის ჰანზა მაშინ იყო მეორე ბუნდესლიგაში ბილეთი როგორ ვიშოვე იცი აი შევაწუხე რაღაცა და ეგრე ძლევს ვიშოვე ბილეთი რაღაცა
იმას რა ქვია ამ ჩემს მეგობარს მაგათ ფან კლუბში ნაცნობი ყავდა და იმან რაღაცა ჩვენი ერთ-ერთი ტიპი ვერ მოდისო რაღაცა პრობლემა აქვს ოჯახურია და იმის ბილეთები ვიშოვეთ ძლივს და ეგრე წავედით აი ამ მეოთხე ლიგელის და მეორე ლიგელის თამაშზე და სავსე სტადიონი და გარემოზე და ასე შემდეგ ხო თამაშამდე ხო ხალხი ლუდი და რა ქვია ჭამას მაქეიფ ქორწილი იყო ჩვეულებრივ თამაშის დაწყებამდე და შესვენებაზეც და შესვენების მერეც რა. ფეხბურთი იყო აი ძალიან დიდი მხიარულების ერთი კომპონენტი იყო რა. ანუ ეს იყო დღე, რომელიც რაღაცა ამ კონკრეტული უფრო უბნის გუნდია SV ფრანკფურტი და აი უბნის ხალხმა ერთი ლამაზი დღე გაატარა რა, რომ მეგობრებმა დალიეს მხიარულესა რაღაცა ამბები გაიხსენეს ჭამეს დალიეს ფეხბურთს უყურეს და მე კიდე გააგრძელეს გულაობა რა და ეგ უნდა აქეთკენ უნდა წავიდეთ რომ ჩვენთან ნაკრების თამაშებზეც კი ნაკრების ანუ match day არ არსებობს რა არის 2 საათი მივედით ყურეთ შევასწარით და ჰიმნი რომ უნდა დაიწყოს იმ დროს შევასწარით სტადიონზე და 5 წუთით ადრე მე გამოვიქეცით რომ ჭყლეტა არ იყოს და რაღაც გულაობა არ არის რა კი არ მაგაში მოყვები ხა ეგ არის თელი დღე მზადება წინა საღამოდან ხო ნორმალურ ქვეყანაში თამაშისთვის და მე თავისი ბევრი ჩახუტება ტრადიციებით რა ხო და ეგ მარკეტინგზე რო მარკეტინგი რო ახსენე ალბათ ჩვენი კლუბის მარკეტინგებმა მაგ მიმართულებით უნდა იმუშაონ რა რომ ეს match day იყოს დღე და არა 2 საათი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა რომ მე არ მჯერა რომ აი მაგარი გუნდები გავაკეთოთ და მე მოვალ სტადიონზე ამ მიდგომის არ მჯერა განა მაგარი გუნდები არ უნდა გავაკეთოთ რა თქმა უნდა მაგარი გუნდები უნდა გააკეთო მაგრამ ანუ ეგ მიდგომა რომ ხა ლიგაზე გადი და დამიძახე და მე მოვალ სტადიონზე არ მგონია ეგ ფეხბურთის სიყვარულთან რამე კავშირში იყოს რა ეგ მიდგომა პონტის ამბავზე მიდიხარ ხო მე არა ჯერ უნდა შეგვიყვარდეს და მე განვითარდება ეგრე მგონია ამით მას კი არ ვამართლებ ჩვენ ბედოულად კლუბებს კი არ ვამართლებ რადგან იმათთან ხო ბევრი ვილაპარაკეთ რა ჭირთ მე ჩვენს წინ პასუხისმგებლობაზე ვამბობ თორემ იმათზე თუ გინდა კიდე 1-5 საათი ვისაუბროთ რეები აქვთ გამოსასწორებელი აი მაგ 5 საათს კიდე გპირდები შემდეგში უკვე დღეს მადლობა იხარია მე ყოველთვის ადამიანთან ერთად ყოფნა ვისაც შეუძლია ეროვნულ ჩემპიონატზე მელაპარაკოს იმიტომ რომ მეც მიხარია და დღეს რა რიცხვია ხო იწყება ხო დღეს 25-ია იბერიას თამაშით იწყება ხო კი კარგი თამაშით იწყება იბერია გაგრათი ხო იბერია გაგრათი შვენიერი თამაშით იწყება და ვნახოთ აბა საინტერესო სეზონი იქნება და სეზონის განმავლობაში შევხვდეთ კიდე ერთმანეთს 4 წრეა თუ გინდა თითო წრე შევაჯამოთ თუ გინდა 2 წრე და მე შევაჯამოთ თუ გინდა ევროტურნირების წინ ევროტურნირების მეშინია ევროტურნირების მაგრად მეშინია მადლობას გიხდით დღეს ჩემთან ერთად ყოფნისთვის წარმატებებს შევხვდებით ხან სტადიონზე ხან სტუდიაში მადლობა წარმატება ერთი კვირით გემშვიდობებით ტრადიციულად შემდეგ კვირაში ახალი საინტერესო სტუმრით დაგიბრუნდებით